დაატრიალდა, იცით რომ ვიყავით ადგილზეც და ბევრი ვინც ნამყოფი არის ამ ადგილას, რაც რო ჩვენ ნახეთ კადრები, რა თქმა უნდა, კატასტროფა არის, რაც ჩვენ დავინახეთ. სამწუხაროდ ის მასა მიწისა, რომელიც მეწყერის სახით იქნა მოტანილი იმ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად მთლიანად აქვს დაფარული მთელი ის ტერიტორია, რომელსაც კურორტის შოვი ჰქვია. მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს და მინდა ამავე დროს მადლობა გადაუხადო ჩვენ მაშველებს. 210 ადამიანი უნებლად იქნა გამოყვანილი აი ამ საშინელი ტერიტორიიდან და ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში, როდის მას შემდეგ რაც მოხდა ეს კატასტროფა, მუშაობდნენ იქ და დღეს დილიდან 210 ადამიანი ჯამში გამოიყვანეს. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელსაც ჯერ კიდევ ვეძებთ, 36 ადამიანი არის, რომელიც ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი. როგორც იცით, მიმდინარეობს ერთი სამძებრო ღონისძიებები, ამავე დროს მიმდინარეობს მათ შორის იქ გაწმენდითი ღონისძიებები, რათა იქ სადაც მიწით არის დაფარული, ინახოს შესაბამისად თუ არის ჩარჩო. როგორც იცით, 7 ადამიანის ხედარი არის ნაპოვნი. არასრულწლოვნების ბავშვების თუ არის, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია იდენტიფიცირებული თუ არიან ეს ადამიანები? იდენტიფიცირება მიდის, მე ხა ამდა ეს შესაბამისი უწყებები რაც არის, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მათ შორის ეკნებათ კომუნიკაცია ოჯახებთანაც, მათ შორის დაკარგული ადამიანები, ვინც არის მათი ცნობებიდან გამომდინარე არის იდენტიფიცირება, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანიც მიიჩნეოდა დაკარგულად, გამოჩნდა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მანამდე იყო გამოსული. ამიტომ ნახოთ, სურათები თქვენც ნახეთ ადგილიდან, არის ძალიან მძიმე, არის ითქვა კიდევაც სპეციალისტების მხრიდან, რომ დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, თუ არ ვიტყვით 91 წლის მიწისძვრას და მართლაც დაუჯერებელი არის ის სურათები, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, მათ შორის ვიდეო კადრებიც იყო ამაზე გავრცელებული. კითხავთ სამაშველო ვერტმენებთან დაკავშირებით, ამაზე კეთდება განცხადებები, საზოგადოებას ამბობს, რომ რატომ არ არის შეძენილი ისეთი ვერტმენი, რომელიც ღამეს შეძლებს სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. რა პასუხი გექნებათ? 1 წლის წინ პრემიერის განცხადებაც გვახსოვს, გუდაუში ტრაგედია რომ მოხდა. აი რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს? უპირველეს ყოვლისა, ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება სპეკულირება. ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი გუშინ სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს. ღამის გამო ვინაიდან ფრენები ახორციელდება, ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ იმ ტერიტორიაზე და დილიდანვე იცით რომ მოხდა მათი გადმოყვანა. ამიტომ არ არსებობდა გუშინ რაიმე ისეთი სამაშველო ღონისძიება, რომელიც ჩატარებაც ვერ შეძლეს ჩვენმა სამაშველო სამსახურებმა და ეს არის მთავარი, ასე უნდა შევხედოთ. რაც შეეხება ზოგადად თავისთავად ის რაც შეეხება ვერტმენებს თუ გულისხმობთ, იცით რომ ხელშეკრულება დადებულია, შეძენილია და მოხდება მისი მოსაწყვეტება. მე იმის თქმა მინდა, რომ ამის პარალელებს გავლება აქ უადგილოა, ვინაიდან არ არსებობდა გუშინ რაიმე ამოცანა სამაშველო ხასიათის, რომელიც ვერ შესრულდა. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ დღის განმავლობაში იქნენ მოძებნილები, იქნენ შეკრებილი სხვა ადგილას, მათთვის შესაბამისად უზრუნველყოფილი იყო ყველაფერი იმისთვის, რომ როდესაც დაღამდა და ფრენა აღარ სრულდებოდა, მეორე დღეს დალოდებოდნენ და მეორე დღეს ყველა უნებად გამოყვანილი. ანუ კიდევ ერთხელ რაიმე სახის სამაშველო გადაუდებელი ღონისძიება, რომელიც უნდა შესრულებული იყო და ვერ შესრულდა, ესეთი გუშინ არ არსებობდა. ამავე დროს მნიშვნელოვანია პრემიერმაც თქვა, მნიშვნელოვანია რომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარი ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, უკვე ახლა მნიშვნელოვანია მათ შორის, რომ ის ადგილები, რომელიც დაფარული არის მიწის მასით და იქ მოხდეს გაწმენდა უფრო მეტად და ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში ჩაერთვება ჩვენი ჯარიც. მაშველებსაც შეეხება, იცით რომ 400 მაშველი არის ჩართული, ანუ საერთო ჯამში, საერთო შეფასებით შეიძლება იმის თქვა, რომ ერთის მხრივ მაქსიმალურად არის მობილიზებული სამაშველო სამსახური, ადამიანი ფიზიკური ძალის მხრივ და არის სულად უზრუნველყოფილი, დამატებით იქნება ჯარი ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ
ასე ვთქვათ, რაც ხელით შესასრულებელი სამუშაოა შეასრულონ, ტექნიკა არის სრულად მობილიზებული და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის, ამიტომ მიდის მუშაობა და მნიშვნელოვანია ჩვენ პროფესიონალებს ვაცადოთ მუშაობა, არ არის ახლა აქ პოლიტიკური კომენტარების მე ხანძრე მაშველები ყავს ამ შესახებ ყოველ თანხმდებას ვიყავით. თქვენ იყავით ბატონ შალვა უშუალოდ ჩემხევის ადგილზე. რა შეგიძლიათ გითხრათ, რაც თქვენი თვალით ნახეთ, ვიცით რომ კოტეჯების ნაწილი არის მთლიანად დაფარული. მეწყეთ ასევე მინდა კითხოთ, გზის გაყვანა თუ არის უკვე შესაძლებელია, აი რა ეტაპამდეა სამუშაო მიაღწიეს თუ არა მაშველებმა ეპიცენტრთან. ჩემთვის პირადადაც რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო. შოუი ბევრი ქართველისთვის არის რა თქმა უნდა ძალიან ახლო და ჩემთვისაც და ის სურათები რაც იქ ვიხილე, რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე სურათი არის. ის კურორტი შოუი, რომელიც ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ იქიდან აღარაფერი აღარ არის დარჩენილი, თლიანად არის მიწის მასით დაფარული. და ამავე დროს რაც შეეხება უკვე ტექნიკურ საკითხებს, მიდის იცით მუშაობა, ტექნიკა სრულად არის მობილიზებული და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, მოხერხდება შემდეგ როგორც ხიდის გაკეთება, ასევე გზის მოწყობა. უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ სამაშველო სამსახურებმა იმოძრაონ ამ გზაზე. დიდი პოზიცია აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას სტრატეგიის ფონდზე თაფო ჩარკვევმა მოუწოდა მოქალაქეებს რომ გამოვიდნენ აქციაზე დღესაღამოს რუსთაველზე როგორ შეეხებათ ამასაკა. რაც ეხა ესეთ მძიმე მომენტებში უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა და გვერდში დგომა. უპირველეს ყოვლისა გვერდში უნდა დაუდგეთ გარდაცვლილების ოჯახებს და გვერდში უნდა დაუდგეთ და უგულშემატკივროთ ჩვენს მაშველებს, რომ მათ სამაშველო ღონისძიებები მათი წესებით და იმ პროფესიონალიზმით, რომელიც მათ აქვს, მათ უნდა განახორციელონ. ეხლა კიდე გამოჩნდებიან ასე ვთქვათ ახალ-ახალი ექსპერტები სამაშველო საქმიანობა როგორ უნდა იყოს წარმოებული და ასე შემდეგ. ვაცადოთ პროფესიონალებს, ისინი მუშაობენ და ხედავთ როგორ წარმატებულად მუშაობენ. უვნებლად 200 ადამიანი ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგ უვნებლად იქნენ გამოყვანილი ამ ბუნებრივი კატასტროფის ეპიცენტრში. ბედაშაო, დაკარგულების ოჯახის წევრებს თუ შეხვდით ხომ აქ კონტაქტ ჩვენი სამაშველო სამსახურები და ყველა მოწადინებული უნდა ვიყოს და უგულშემატკივროთ მათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიონ წინ, ნახოთ და იმედია რომ ცოცხლადაც ვიპოვით ადამიანებს, ვინც დაკარგული არიან და ყველანაირად უნდა უგულშემატკივროთ ჩვენ. დიდი მადლობა შალვა პაპუაშვილს. თქვენ ვსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტის თავმჯდომარის უსმენთ პირდაპირ ეთერში შალვა პაპუაშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა, მანამდე კი